მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ფეხბურთის დრო. ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ ქართულ ფეხბურთზე საუბარს და მიმოხილვას საინტერესო თემების. დღეს ჩვენ გადაცემას გავყოფთ ორ ნაწილად, ტრადიციულად პირველ ნაწილში ვილაპარაკებთ საქართველოს ჩემპიონატზე და გვეყოლება სტუმრად სწორედ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერის მთავარი მწვრთნელი, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი. ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში ვილაპარაკებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ასევე სპორტ ფანზე, რომელიც არის ვირტუალური ჯგუფი, ასე ვთქვათ, სადაც გაერთიანებული არიან ძალიან საინტერესო ადამიანები, სპორტის ხომაგები და სწორედ ამ ჯგუფის დამფუძნებლები გვეყოლებიან გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრად. ეხლა კი ვნახოთ მცირე მიმოხილვა დინამო თბილისის თამაშის და სატურნირო ცხრილის საქართველოს ჩემპიონატის და სიუჟეტის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით უკვე სტუმართან ერთად. 22 თებერვალს საქართველოს რიგით 26-ე ჩემპიონატის მეორე წრე განაგრძო. თითქმის ყველა მატჩი საინტერესო გამოდგა, ვინაიდან სატურნირო მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ დაძაბულია და ყველა გუნდს შეუძლია ბრძოლა საპრიზო ადგილებისათვის. ფეხბურთის დროს ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, დინამოსა და სამტრედიას შორის გამართული მატჩი მოხდა, რომელიც მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრად ითვლებოდა. თამაში სამტრედიაში გაიმართა და საკმაოდ დაძაბულადაც წარიმართა. პირველი რეალური შანსი სტუმრებმა შექმნეს, თუმცა დასავლელთა მეკარემ გამოსვლაზე კარგად ითამაშა და მომენტის განიმართა. ძალიან მალე დინამოელთა შეტევას სამტრედიელების კარგი პასუხი მოყვა. საჯარიმოში ჩამოწოდებულს მასპინძელთა თავდამსხმელი კარგად დაუხდა, მაგრამ ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. პირველი გოლი მე-20 წუთზე გავიდა, რომლის ავტორიც დინამოს ესპანელი ახალწეული მანუელი გახდა. ერთ-ერთზე დარჩენილმა თავდამსხმელმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა და გამარჯვების გოლი გაიტანა. იმავე მანუელის წაქცევას მოყვა სახიფათო ჯარიმა, რომელიც დინამოელებმა კარგად შეასრულეს, თუმცა შეტევა გოლის გარეშე დასრულდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე სამტრედიელებმა რამოდენიმე იერიში განახორციელეს მეტოქის კარის მიმართ. ერთ ეპიზოდში სტუმართა მეკარემ ითამაშა კარგად. მეორეში კი ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა საჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსა. 1-0 ასე დასრულდა პირველი ტაიმი. თამაშის მეორე ნახევარი ზამთარაძის გუნდმა კარგად დაიწყო, თუმცა დინამოელთა სლოვაკი მეკარის გლიჩკას წყალობით თბილისელებმა 3 ქულის მოპოვება შეძლეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნეს. დინამო 32 ქულით ჩემპიონატის სათავეშია. მეორე ადგილზე გორის დილაა, რომელიც ერთქულიანი სხვაობით ჩამორჩება ლიდერს. მესამე ადგილზე კი ბათუმის დინამოა. ზღვისპირა ქალაქის გუნდმა ჩემპიონატის მეორე წრე კარგად დაიწყო და რუსთავის მეტალურგი ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა. მთლიანი სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება. მომდევნო თამაშები 28 მარტს და 1 აპრილს გაიმართება. ვაგრძელებთ გადაცემას, ვნახეთ საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა დინამო თბილისის. სამწუხაროდ ჩვენ ყველა თამაშს ვერ გთავაზობთ, თუმცა მუშაობთ ამაზე და ვეცდებით მალე რომ ყველა თამაშის მიმოხილვა ყოველ გადაცემაში შემოგთავაზოთ. ახლა კი ტრადიციულად დადგა ჩვენი გათამაშების დრო, რომელსაც გთავაზობთ ფეხბურთის დრო. ჩვენ ვსვავთ კითხვას და პარალელურად ჩვენ Facebook-ის გვერდზე ასევე ისმება ეს კითხვა. ჩვენ ვათამაშებთ ყველა თამაში მაისურს. დღეს თუ შეიძლება რეჟისორს თხოვო რომ გვანახოს, დღეს ჩვენი კითხვა შემდეგნაირად გამოიყურება. ინტერთან თამაშის დროს, თამაშისას, რომელ მცველს წაართვა ბურთი დავით ყიფიანმა გოლის გატანამდე. სწორედ დავით ყიფიანის მაისურის გამოსახულებით მიიღებს გამარჯვებული, ასე ვთქვათ, დაჯილდოვდება გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ ამ პროდუქციას და მაისურებს ამზადებს სურაპ ურჯულაძე, რომელიც არის ახალგაზრდა გრაფიკოსი. მისი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ all exclusive ასევე Facebook-ის გვერდზე. გადავალთ ჩემს სტუმართან, კახი, დიდი მადლობა რომ ხარ დღეს ჩემთან ერთად. პირველად ხდება ეს ყველაფერი. კარგია, წარმატებით დაიწყო თქვენი, ასე ვთქვათ, მეორე წრე. რა პროცესებია, როგორ მიმდინარეობს? პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მივესალმებით მაყურებელს. დაიწყო მეორე წრე, განახლდა საინტერესო თამაშებით, ჩვენთვის განსაკუთრებულად. მოგეხსენებათ, პირველი თამაში გქონდა თასზე ჩვენ გორის დილასთან და მეორე თამაში ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური, ასე ვთქვათ, უკვე სამტრედიას ვეთამაშეთ. იცით, ორივე ეს გუნდი არის ის გუნდი, რომელიც ბრძოლობენ მაღალი მიზნებისთვის, ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე უფრო მეტ ინტრიგას მატებდა ეს მატჩები და მე ვფიქრობ, რომ აი ამ ორი თამაშის შეფასება რო გავაკეთო მოკლედ, ვფიქრობ, რომ მთლიანობაში გუნდმა კარგად წარმოაჩინა თავი და ვფიქრობ, რომ ამ ორ თამაში ჩვენ
შედეგიც კარგი დავდებით, იგივე ვთქვათ, ფრეც მისაღების შედეგი იყო გოლში დილასთან და სამტრედიაში გამარჯვება თავისთავად ძალიან კარგი შედეგი იყო. ნახოთ, მომავალი ყველაფერი წინ არის და კი, უშუალო კონკურენტებთან მოგიწიათ, ნამდვილად თამაში სატურნირო წყლიდან გამომდინარე თუ იმიჯელებთ, ახალ წვეულები გყავთ, კახი. რა შეგიძლია თქვა იმ ბიჭებზე, რომელიც დინამოს შეუერთდნენ? დავიწყებ ლეგიონერებით. მეკარე, იცით, სლოვაკი მეკარე ლიბორ გლიჩკა, იგივე ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა, ცენტრალური ნახევარმცველი სტეფან ბუკორაცი და თავდამსხმელი მანუელ ონვო. მოკლედ რო დავახასიათო ეს ფეხბურთელები, მეკარე და მანუელი გამოცდილი ფეხბურთელები არიან. უკრაინის ჩემპიონატში აქ ნათამაშები ამ მეკარეს და საკმაოდ ნორმალური მეკარე არის და ვფიქრობ, რომ თავს კარგად წარმოაჩენს დინამოში და ამ შეხვედრებას დაამტკიცა და ვნახეთ ჩვენ, რომ საკმაოდ საიმედო მეკარეა და კარგად დგას. შეეხება ახლა თვითონ ფორვარდს მანუელს, იცით რომ ეს ოსასუნაში თამაშობდა ეს ფეხბურთელი. ახლა საკმაოდ კარგ დონეზე აქვს ნათამაშები და ვფიქრობ, რომ იმედოვნებ, რომ ის ასე ვთქვათ, თავის მოვალეობას სპინალთან შეასრულებს, რაც გოლების გატანაში გამოიხატება და ნახეთ, რომ აი ვთქვათ, იგივე სამტრედის თამაში მისმა გოლმა გადაწყვიტა თამაშის ბედი და ვიმედოვნებ, რომ კიდევ შეაგდებს გოლებს. არაერთ ეპიზოდში გამოიყურებოდა აქტიურად, მე შემდეგ მართალია სულ თამაშს ვერ ვადევნე თვალი, რამოდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ვნახე, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა ეს ლეგიონერი. ისევ მინდა ამ თემის გარშემო ვიტრიალო, სატრანსფერო პოლიტიკა საერთოდ დინამოში იყო რაღაც პრობლემატური პერიოდი ადრე, ალბათ გეცოდინება ეს თავადაც, რამოდენიმე ფეხბურთელი რომლებიც შეიძინა დინამომ შემდეგ ვერ გამოიყენა. და ვთქვათ, მოხდა საკმაოდ წარუმატებელი ის ფაქტი, როდესაც ჩვენ ვერ გავსდით კლუბს ევროთასის ჩემპიონატზე. ეხლა ხომ არიცით ან საერთოდ რა ვითარება არის, რა თქმა უნდა, იცით, ვინ განაგებს სატრანსფერო პოლიტიკას, თქვენ რამდენად ხართ ჩართული, ვთქვათ, შერჩევაში ფეხბურთელების და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? პრინციპში ამ პროცესში ყველანი ვარ ჩართული, თავისთავად, გუნდის დირექტორი, პრეზიდენტი, მეც თავისთავად და ხდება, ვთქვათ, ერთიანი განხილვა, ვინ ჩამოვიყვანოთ, რომ რა პოზიციების მიხედვით ჩამოვიყვანოთ ეს ფეხბურთელები და ახლა იგივე პირველი წლის მერე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა გოლში დაგვემატებინა ფეხბურთელები და გაგვეძლიერებინა და მე ვფიქრობ, რომ ამ ფეხბურთელების, ასე ვთქვათ, შევსებით ეს ფეხბურთელები დინამოს გამოვადგებიან. რაც შეეხება ახლა ვთქვათ ის, რომ როგორი დონის არიან, როგორი კლასის ფეხბურთელები არიან, ამას ალბათ თვითონ ჩემპიონატის ცდილობაში ნახავთ, იხილავს ქართველი გულშემატკივარი და ჯობია რომ ვთქვათ ეს პროცესი და მათი შეფასება უკვე წლის ბოლოს გავაკეთეთ. წარმატებებს გისურვებ. კახით, მინდა ასევე გკითხო და ჩემპიონატს დაუბრუნდე. საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. გორი 31 ქულით თქვენ, ასე ვთქვათ, მოგზდევთ, ერთი ქულით ჩამოგრჩებათ. მომდევნო თამაში გაქვთ ბოლნისთან. რა მდგომარეობაა ეხლა ამ წუთას გუნდში? საერთოდ საინტერესოა ეს რაღაცა. შიდა სამზარეულო, რა ტაქტიკით თამაშობთ, თუ საიდუმლო არ არის, რა ფორმაციაა? ყველა მწვრთნელს ვეკითხები ამას, იმიტომ რომ მაინტერესებს საერთოდ რა მიმართულების და რა სტილის ფეხბურთს თამაშობს ზოგადად ქართული კლუბები და საქართველოს ნაკრები და საკმაოდ ქაოტურია. კი ბატონო, მე დავიწყებ იქიდან, რომ პირველ რიგში გუნდში ძალიან კარგი სიტუაცია არის. თვითონ ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ბიჭები არიან და ძალიან კარგი კოლექტივი შეიკრა და ვიმედოვნებ, რომ ეს ზუსტად ეს ერთიანობა და ეს შეკრა და ეს გუნდური სულისკვეთება ჩვენ ძალიან გამოგვადგება, იმიტომ რომ ამის გარეშე ძალიან ძნელია რამე წარმატებას მივახციოთ. თვითონ რაც შეეხება ახლა ჩვენ სათამაშო, ასე ვთქვათ, სისტემას, იგივე სქემას, გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ დინამო არის და ყოველთვის უნდა იყოს ის გუნდი, რომელსაც აქვს და ქონდა ყოველთვის ორიენტირი, ვთქვათ, ჩემპიონ ლამას ფეხბურთზე. ჩვენ საკედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ორიენტირი გავაკეთოთ შემტევით ფეხბურთზე. შემტევით ფეხბურთზე, საერთოდ ჩვენ თამაშობთ ხშირად 4-3-3, ასე ვთქვათ, ტაქტიკით და ორიენტირი გვაქვს ყოველთვის აგებული შემტევ ფეხბურთზე და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვითამაშოთ, ასე ვთქვათ, პირველ ნომრად. გასაგებია, ძალიან კარგია ამისი, ასე ვთქვათ, დღეს ამანდასტურებელი საბუთიც არსებობს თუ სათურნირო
მდგომარეობით ვიმსჯელებთ. ეს საერთოდ რაღაცა ტრადიციად არის ხსეული, რომ დინამო ყოველთვის პირველ ნომრად თამაშობს საქართველოში. კარგი იქნება თუ ეს მოხდება ევრო ტურნირებზე. რა მიზნები აქვს დინამოს? მიზნებზე მოდით ესე ვიტყვი, მე თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საფულში როგორი ცვლილება განიცადა დინამომ, თქვათ გეზი პირველ რიგში აიღო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ჩვენ დღესაც თქვათ აი იმ გუნდის შენებაში ვართ, რასაც ქვია, თქვათ იმ მომავლის გუნდი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს და იგივე ის გუნდი უნდა მივიღოთ, რომელიც თქვათ იგივე 2-3 წლის შემდეგ უკვე იბრძოლებს იმ მიზნისთვის, რასაც ქვია, თუნდაც ევროპაში რომ ჩვენ წარმატებით გამოვიდე და რომელიმე ტურნირში თქვათ ჯგუფურ ეტაპში მონაწილეობა მივიღოთ. სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, არის დრო, რომ არის დადგა დრო, რომ დინამომ თავისი თქვა შენიასით კახეთ ევროპულ ფეხბურთში და მგონი უკვე წინსვლის დრო არის და რაღაცა ამისი საკმაოდ ასე ვთქვათ ის არსებობს რა, კარგი წინაპირობა, იმიტომ რომ დღეს უკვე იმ პოტენციალის და იმ მიმართულებით, რომელიცაც დინამო ვითარდება წესით, ეს ყველაფერი საბოლოოდ შედეგზე უნდა აისახოს. თუ აქვს ეს ამბიცია გუნდს, მე კიდევ ერთხელ გითხავ. რა თქმა უნდა, რომ ევრო ტურნირებზე მაგალითად წელს წარმატებას მიაღწიოს. ნუ ეხლა წელს ესე გადაჭიდე ცოტა რთულია თქმა, იმიტომ რომ წეგანაც აღნიშნე, რომ გუნდის შენება ეს პროცესი არის, ამას გარკვეული დრო ჭირდება. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჯერ თავარია რომ მოხდეთ, თქვათ ამ ევროპის ტურნირებზე ალბათ მოხდებით, იმიტომ რომ მე ამაში დარწმუნებული ვარ და ნუ ეს ასე ვთქვათ ის პირველი ეტაპი იქნება, რომელიც ამ ახალგაზრდა გუნდმა უნდა გაიაროს, იმიტომ რომ თქვათ აქედან ძალიან ბევრი ფეხბურთელი არის ახალგაზრდა, ზოგს პირველად მოუწევს თქვათ იგივე იმ ევროპის თასებზე თამაში და ეს არ არის ესეთი ადვილი, იმიტომ რომ თუნდაც ეხლა ჩვენ რო ვითამაშეთ იგივე შეკრებაზე უცხოურ გუნდებთან, იქ ვეთამაშეთ თქვათ ჩვენ ისეთ გუნდებს, თუ გინდა როგორც სპარტა, თქვათ შტურმი, რომელ გუნდებთანაც ჩვენ მოგვიწევს იმ ევროპის თასებზე თამაში და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ თუნდაც ესეთ გუნდებთან ვითამაშოთ ტოლსტორად და გქონდეს იმის შანსი, რომ ჩვენ ისეთ გუნდებს უნდა მოუგოთ იქ, როგორიც თქვათ ეს გუნდები არიან, რომ იქ მოვხდეთ. ამისთვის მიზანმიმართულად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ, რომ მივიდეთ იმ დონეზე, რომ თქვათ ესეთ გუნდებთან ვითამაშოთ ტოლსტორად და გამარჯვებაზე ვიზრუნოთ და ვიფიქროთ. კი, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია უკვე ნამდვილად მოგვენადრა ყველას დინამოს სხვა მასშტაბებზე ხილვა. აკადემია, გვახსენეთ რაღაც მიზნები გუნდის, ვილაპარაკეთ ამაზე ისე მინიმალურად, მაგრამ როგორ ფიქრობ, რამდენად უწყობს და რამდენად არის ნაწილი სწორედ ეს აკადემია იმ მიზნების, რომლის მიღწევასაც ახლა თქვენ ვცდილობთ. თქვენ რამდენად გაქვთ ურთიერთობა და რამდენად ასე ვთქვათ, აკონტროლებთ იქაურ კონტროლში გულისხმობ აზემოთი სინთეზის მუშაობისას. კი, გეთახმებით, ეს არის ის განუყოფელი ნაწილი, ის მექანიზმის, რომელიც აუცილებელი და უნდა იყოს და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა დღეს თბილისის დინამოში აკადემიის ფუნქციონირებას, მუშაობას და ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობები გვაქვს იგივე აკადემიის ხელმძღვანელობასთან და ყოველთვის ვინტერესდებით ძალიან სერიოზულად, თქვათ როგორ თამაშობენ იქ ჩვენი გუნდები, ვინ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორი პროცესი მინდის, იგივე მწვრთნელები როგორ მუშაობენ, რა ვარდიშები მინდის და ძალიან ხშირი ურთიერთობა ჩვენ იგივე ლუკთან, ნაიხოლთან, იცით თქვენ ჰოლანდიელი სპეციალისტია. იყო ჩვენთან სტუმრად გადაცემაში. და საკმაოდ ასე ვთქვათ საქმიანი ურთიერთობები იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი შევსება პირველი რაც უნდა მიიღოს დინამომ, უნდა მიიღოს აკადემიიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან ნიჭიერი ბიჭები და ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და დინამო თბილისი მალე მიიღებს აკადემიიდან კარგ ფეხბურთელებს. წარმატებებს გისურვებთ. ხომ არ არის დღეს უკვე ვინმე? დღევანდელ დინამოში ჩვენი აკადემიიდან ნელ-ნელა კი უკვე წამოიწია ბიჭები, თქვათ ჩვენ ყავს უკვე 2-3 ფეხბურთელი, ვინც უკვე ვარდიშობენ, იგივე თქვათ შეგვიძლია თქვათ იქ კულუ არის, იქ ჯაფიაშვილი არის, არიან კიდე ფეხბურთელები უკვე ნელ-ნელა თქვათ იქ დინამოსთან უახლოვდებიან ძირითადად იქ ვარჯიშს თამაშს და აი ეს პროცესი მიდის ნელ-ნელა და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ თქვათ იგივე ვარდიშებზეც ყოველთვის თქვათ იქ დავიმატოთ ფეხბურთელები, რომ მათ იგრძნონ, რომ ახლოს არიან დინამოსთან და მათი მიზანი და მათი ოცნება უნდა იყოს ის, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთი ნაბიჯია თქვათ იქ დინამოს ძირითადამდე და თავიანთი შრომით და თავიანთი ვარდიშით მათ აქვთ იმის შანსი, რომ დინამოში ადგილი დაიმკვიდრონ. გასაგები, აუცილებლად უნდა გკითხო კაპიტანზე, დინამო თბილისის კაპიტანზე, საკმაოდ ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი დღეს ქართულ რეალობაში
და მიხარია რომ პირადად ვიცნობ თვითონ ნიკუშასაც, ნიკა ჭანტურია, რომელიც არის 19 წლის დღეს. დინამო თბილისის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. რა შეგიძლია თქვა ამ ბიჭზე, რამდენად ვისი გადაწყვეტილება იყო მისი კაპიტნად დანიშნა? გუნდმა ალბათ ეს საერთოდ როგორ ნიშნება კაპიტანი? საერთოდ ამ ეტაპზე მე მაინტერესებდა პირველ რიგში გუნდის აზრი, ფეხბურთელების აზრი. როგორც ჩვეულებრივად ჩავატარეთ, ასე ვთქვათ, კენჭისყრა დავარქვათ, იქ არჩევნები დავარქვათ და პლუს ამას ის რომ დაემთხვა იგივე ჩვენი სამწვრთნელო სტაფის იგივე ხელმძღვანელობის პოზიციები და ვთქვათ, როდესაც ჩვენ განვიხილეთ ნიკა ჭანტურიას კანდიდატურა, ყველანი ამ თემას დავთანხმდით და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამენიშნა კაპიტნად ნიკა ჭანტურია და ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაში მე სწორად მოვიქეცი და იმედი მაქვს, რომ ის გაამართლებს ამ ასე ვთქვათ დიდ ნდობას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ძალიან ესეთი თემა, დინამოს კაპიტნობა, კარგად იცი შენო. რამხელა ფეხბურთელები და რამხელა პიროვნებები იყვნენ დინამოს კაპიტნები და ზუსტად ეს თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ ეს არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია რომ ეს თემა ღირსეულად გააგრძელოს. კახი, დიდი მადლობა, საინტერესო იყო შენთან საუბარი, ნამდვილად მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად შენი მოღვაწეობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება ამ კლუბში, იმიტომ რომ შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდებთან დაიწყე მუშაობა და შემდეგ აღმოჩნდი დინამო თბილისში, უკვე მთავარ გუნდში. წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატება იქნება აუცილებლად ასახული ევროტურნირებზე.